Харе Кришна, спасибо большое.
Hare Krishna. დღეს ჩვენ წავიკითხავთ შრიმად ბჰაგavad გიტას მე-14 თავის მე-9 ლექს. მე-14 თავს თავი ეძღვნება მატერიალურ სამყაროს სამი გუნის აღწერას. როგორ იქნება თარგმანიო, რა თქვა პროფესორმა დასადარი გუჩა. თარგმანი არ გვინდაო რა თარგმანია ადამიანს ნახსრები არ ყავსო და Satvam Sukhem Sanjayati Satvam Sukhe Sanjayati Raja Karmani Bharatam Raja Karmani Bharatam Satvam Sukhe Sanjayati Raja Karmani Bharatam Jnanamavrityam Tetamach Jnanamavritya Tetamach Pramade Sanjayati Etam Jnanamavritya Tetamach Pramade Sanjayati Etam Satvam Sukhe Sanjayati Raja Karmani Bharatam Jnanamavritya Tetamach Pramade Sanjayati Etam O Bharatas Zeu Satnoebis modusi Bednierebis gzmobit ganapirobebs arsebas Vნება ანგარებითი საქმიანობით უგნურება კი ფარავს ცოცხალი არსების ცოდნას სიგიჟით ოჭავს მას კომენტარი სათნოების მოდულში მყოფი ადამიანი კმაყოფილებას ეძიებს თავის შრომასა და ინტელექტუალურ საქმიანობაში ისევე როგორც ფილოსოფოსი მეცნიერი ან განმანათლებელი სრული კმაყოფილებას განცდის მეცნიერების ამოწმის სფეროში მოღვაწეობით. ნების მოდულში მყოფი ადამიანი თუმას შეხედულებებში სათნოების მოდულის ნიშნები ცულებია შეიძლება ნაყოფისათვის განკუთვნილი საქმიანობით იყოს დაკავებული. ცდილობდეს დიდი შემოსავალი ჰქონდეს და დახარჯოს კეთილი საქმეებისათვის, ზოგჯერ ცდილობს არჩევნოს საყოფოებები დაეხმაროს საქველმოქმედო საზოგადოებას და ასე შემდეგ. ასეთია ნების მოდუსის ზოგიერთი ნიშანი. უგუნურების მოდუსები ცოცხალი არსების ცოდნას ფარავს, ამიტომ ამ უკანასკნელს არც ერთ საქმეებას კარგი არაფერი არ მოაქვს, არც მისთვის და არც ხელისათვის. შეგაბარდები. Satvam Sukhe Sanjayati Raja Karmani Bharatam Jnanamavritya Tetamach Pramade Sanjayati Om Agyanat Mirandasya Jnanam Jana Shalakaya Chakshurva Militam Mena Tasmai Shri Gaurave Namaha Om Vishnu Padaya Krishna Prestaya Bhutale Srimati Bhaktivedanta Swami Nityanamine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Vishatiya Vishtarine Jaya Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara
Shivasati Gaura Bhaktavinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Om Sakana Bhavatu Sakana Bhunaktu Sakhaviryam Garvavahaye Tejasvina Madidamastu Mavitkri Shalavahaye Om Shanti 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 Om ჩვენ ხშირად ვესმის ეს გამოთქმა მატერიალურ სამყაროს სამი გუნა, ხშირად კი რომ ყველაზე ხშირად ეს ვესმის, რომ ჩვენ განპირობებული ვართ მატერიალურ სამყაროს სამი გუნით, რაც ნიშნავს განპირობებული რუსულად ის არის უსლოვლენე ესე განთარგმნი ინგლისურში არის ანუ განპირობებული ვართ Сегодня ჩვენ პირობებს ვიყენებთ, საკუთარ პირობებში გვაქცევს. რაღაცით ბოჭავს. და ეს სამი გუნა არის რაღაცა საშინელი მოგრძურება. ეს არის მატერიალური სამყაროს სამი გუნა. თუმცა კრიშნა ამბობს, სხვადასხვა ბჰაგავად-გიტაში და სხვა ტრაქტატებში სამი გუნა არ არის მოხსენიებული როგორც materialul სამყაროს ელემენტები. სამი გუნა არ არის materialul სამყაროს ელემენტი, როგორც მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, სივრცე, უაღროვნება, ego, გრძნობები და ასე შემდეგ. ესეთი რამე არ არის. რა არის ეს სამი გუნა? კრიშნა ამბობს, დაივიხი ეშა გუნამაი, ღვთაებრივია ეს გუნები. ისინი ყველა ჩემთან მომდინარეობსო, მაგრამ მე მათი გამენისკო შარმყოფები. ანუ ეს გარკვეულწილად მატერიალური სამყაროს შემადგენელი ნაწილი არ არის რაღაც ენერგია, ძალა, რომელიც მატერიაზე გავლენას ახდენს. მატერიაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და რადგანაც Hare Krishna. Jai Ho. Shila Prabhupada ki jai. და რადგან გავლენას ახდენს მატერიაზე, ისე იგი ჩვენზეც ახდენს გავლენას, ხო? რადგანაც ჩვენი სამოქმედო მექანიზმის ანდრი, რომელშიც ვივართ, თიანად მატერიისგან არის აგებული. კრიშნა ამბობს, რომ ეს ენერგიები, მისი ენერგიები ისეთი რომ მიახლოებაში ნაწილად შეიძლება გაიგოს. მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ასევე სივრცე, ჭკუა, გონება, ახალკარა, მეობა, ეს არის ჩემი ცალკე მდგომარეობა ელემენტი და ჩემი გარე ენერგიის დასახელება. ნიშნავს, რომ არის ეს მატერია, რომელიც ცოტა განზე მდგომია. ჩემი ენერგია, მაგრამ ცოტა განზე მოშორებულია ჩემთან. არაერთხელ მომყოლია თქვენთვის ისევე, როგორც ჩვენ თვითონ ჩვენს ხელს აქვს რაღაც ისეთი ნაწილები, რომელიც ადვილად მშორდება. მაგალითად, ფრჩხილები. ხო? ფრჩხილები ხო ჩვენი ნაწილია? ხო ჩვენი ნაწილია, ნამდვილად, ხო? ორი დაბაძრონ, უგუტინება. განმელებო აზრობენ, რა? აზრობენ რა? მაგრამ როცა აიზრდება შილები, რომ მოვიჭრით ეს ფაქტია, ხო? და ვიშორებთ. ანუ იქ გრძნობები უკვე აღარ არის. და იქ სადაც გრძნობები არ არის, კიდევ არ არის, მას ვიშორებთ. ეს მეთქი ჯავთ. ასევე 1000 გვარი მცირებებს გამოყოფთ ჩვენს ხელიდან. და ეს ჩვენი ნაწილი, ჩვენ ვიყავთ, მაგრამ ცალკე უკვე ცალკეა. და ეს არის გაქრიტი ცალკე მდგომი რვა ელემენტი უფრო დეტალურად იხილავენ
ამბობენ, რომ 24 ელემენტია. ეს მიწა-წყალიც ლიხაერი და ასე შემდეგ, ეს 8 ელემენტი პლუს 5 გრძნობა პლუს 5 განმატრა და პლუს კიდევ რაღაცები. არ მოსულს. Očuva kolega Eruta, გამოვლენები ამ თვითონ ის მასალა, საიდანაც ყოფილი სამუშო. გარდა დაბალი ენერგიისო, ის სამუშო, ეს უფრო მაღალი ენერგია. ეს ენერგია ცოცხალი სულებია. ესენი ჩემი ნაწილებია. მაგრამ ეს უფრო მაღალი ენერგია. და მაღალი თვითონ არის, რომ მათ საკუთარი თავის ცნობიერება გააჩნიათ. ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი არსებობა. აი ამას არ შეუძლია გავაცნობიეროთ თავის არსებობა. და ყველაზე ძველი ის არის, რომ ის საწყისი, საიდანაც ამოშობილია ეს ყველაფერი ეს. თავიდან არც რამე თვისებების მქონია და არც მისი დანახვა შეიძლება, არც მისი შემოსნობა შეიძლება, ის მე ვებულობს სხვადასხვა ხასიათს. ხოლო სული ის არასოდეს არ იცის თავის ბუნებას. მაშინ რომ შეიძლება განსხვავება, შეიძლება შეცვალოს ხასიათს, შეიძლება უყაროდეს, შეიძლება ეს იყოს, მაგრამ თავის ბუნებას სულია. ეს არასოდეს არ იცის ამას, ამიტომ ის მარადიულია. მარადიულია ცოდნე, ნეტარი, ისევე როგორც თვითუზენესი ღმერთი, რომლის ნაწილიც არის ეს არც ჩვენ ცოცხალი სული. და ჩვენ ცოცხალი სულები ვსივართ ამ მანქანაში. ჩვენ არა ვართ ეს სხეული. ეს სხეული რომ არა ვართ ჩვენ, ეს ძნელი გასაგები არ არის. ამას ყველა გაიგებს ადრეთულია. საფრთხეს გაჭიმავს. საფრთხეს გაჭიმავს და დაგვდები ზალაში. ფეხით აღმოსავლეთს, ხო? როგორ უნდაო? აღმოსავლეთს უნდა ყურებდეს, აღმოსავლეთს. აღმოსავლეთს ამას ყურებდეს, რაც ვეღარ უყურებს, მაგრამ ზალაში დადებენ ამ სხეულს და ჩვენ კიდევ რომ უყურებთ. და ხვდებით, რომ ჩვენ არ ვართ. თუნდაც თეთრი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. აი, როგორი იმედგაცრუება, რომ თელი ცხოვრება ფიქრობთ და ჩვენ ეს ვიყავით. ოდოს ეს არ ვართ. და ფიქრობთ, ეს არ ვართ. და ახლა უნდა გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ და ვეძებთ კიდევ და ხელახლა დავიბადებით. ასე რომ ამ რეალიზაციას ყველა მიაღწევს. ეს არ არის დიდად სანატრილი რამე. და უფრო საინტერესოა, როდესაც ცოცხალი არსება ხდება, რომ ამ სხეულის გარდა არსებობს ის სხეულის ის ნაწილი, სკაფანდრის ის ნაწილი, რომელიც უხილავია. რომელსაც გრძნობებით ვერ აღიქვა, იმიტომ რომ გრძნობებზე უფრო მაღლა დგას. რომელსაც ვერ გაზომვა, ყველა საზომზე უფრო მაღლა დგას, სივრცის მიღმა არის. ეს არის ჭკუა და გონებათა მეუფა, ეგო. ეს სამი ნატიფი, ძალიან ნატიფი ელემენტი, იმდენად ნატიფი, რომ ისინი არ აღიქმება გრძნობებით. ხოლო შემდეგ მათგან გამოდის ყველაფერი, ეს გრძნობებიც, ეს მიწა-წყალიც, ეს კი აირის, შემდეგ უკვე გაუხეშების ხარჯზე ყველაფერი ხდება ხილული. მაგრამ ჩვენი სხეულის ეს ხილული ნაწილი, მთავარი ნაწილი, რაც სინამდვილეში ჩვენი სხეული არის. არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა ჩვენ აი ვსივართ ახლა და ეს ჩვენი სხეული. ეს რომ არ არის ეს ძალიან ადვილი მსახვედრია. ჩვენი სხეული არის ის, რაც ჩვენ ცხოვრებამდე თანდაყובה. სულ ჩვენი სხეულია. გამიგეთ? რომელს ქალი არც კაცია. ის არის ჩვენი მეხსიერება, მთელი ჩვენი ისტორია. ის არის ჩვენი გრძნობები. ის არის რაც ამ გრძნობებით მიღებულს ზომავს. რაც აღიქმავს. არის ხუთი გენენდრია, ხუთი გრძნობა, რომელიც აღიქმავს გარე საყაროს. და ეს ხუთი გენენდრია არ არის ამ უხეშსხეულის ნაწილი. ეს უბრალოდ ამ უხეშსხეულში ისინია დაჭიკი როგორ არის ქართულად. გადამცემი ხო, რაღაც ამ ხმელი ესეთი სენსორი. სენსორი არა ქართული, მაგრამ უფრო გასაგებია ხო?
სენსორებია ეს სენსორი და ეს სენსორები მე უერთდება იქ აწვდიან ინფორმაციას სწორედ იმ ხუთ ზონას. ეს ხუთი ზონა არის ზონავს. Reality zonos, თვითონ ვერ ზონავს, ის უბრალოდ აღიქონს. არ მოწმობს, აღარ მოწმობს, მაგრამ ზონავს ტანმატრა. სანსკრიტული სიტყვათა შეხება ნიშნავს გაზომე ეს. ტანმატრას, მეტრი. გაზომე ეს. ხოდა ხუთ რაღაცას ზონავს, ხუთ ნაკადს. ჩვენს სამყაროში, ჩვენს რეალობაში ხუთ რაღაცას ზონავს. Vibrațias zomავს, ფორმას ზომავს, გემოს ზომავს, სუნს ზომავს, შეხებას ზომავს და ხუთი სენსორის მიერ მიღებულ ამ ინფორმაციას ზომავს. ცნობების მიერ მოწოდებულს. გარდა ამისა არის ხუთი უნარი მოქმედების. კარმენდრია. ეს ხუთი უნარი მოქმედების არის საუბარი, ლაპარაკის უნარი, ჩაკიდების უნარი, რაღაცას შეიძლება ჩავიკიდო. ჩვენ ხელებით ჩავიკიდებით, ზოგიერთი მოეხმება გველი მაგალითად ეს ჩაიკიდება მოეხმება რაღაცას. გადადგილების უნარი, გამრავლების უნარი და გამოყოფის უნარი. როგორ ვთქვით, გადადინების? ბრძანეთ? გადადინების. ხო, ლაპარაკის, ჩაკიდების, გადაადგილების, გამრავლებისა და გამოყოფის. ეს ხუთი უნარი აქვს ჩვენს გამოყოფს. ყველა ჩვენი მოქმედებები, ჩვენ მართლაცებაში მოვდივართ. დავუყურებთ ფეხბურთს, ჰოკეის, ხატვით, ამარჯიშს, ისინი უკრავენ, ესენი ჩვენ ხოლო და ხუთი რაღაცით შედგება. აი ეს ხუთი რაღაც კომბინაცია იძლევა უთვალავ რაღაც საშუალებებს. ისევე როგორც ექსკავატორს აქვს ეს რაღაცა და ხუთი ის აქვს დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ ეს რკეტი, რიჩაბი, გადაწყვეტს გადაწყვეტს ეს რაღაცები. აი ხუთი ზონობით და ხუთი აღქმის და ხუთი მოქმედების უნარით ეს სხეული ტოვებს დაბეჭდებას თითქოს დამოუკიდებლად რაღაცას აკეთებს. და ეს ხუთივე როგორც აღქმის, ასევე მოქმედების უნარი არის ჩვენ ჭკუაში. ჩვენი ჭკუის შემადგენელი ნაწილია. ეს ამის შემადგენელი ნაწილი არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სენსორები და საწყოები, რომელთაც ისინი მოქმედებენ. ანუ ჩვენი ნამდვილი სხეული ეს არის ჩვენი ჭკუა გონება ego, რომელშიც ჩვენ ვართ და მე იმისათვის რომ რეალურად უხეშ მატერიალურ სამყაროში, აი ამ კალხიშების სამყაროში მოაწყვეტა შეძლოთ ხან ერთ სხეულში ვიბადებით, ხან მეორე სხეულში ვიბადებით, ხან მესამე სხეულში ვიბადებით, ამშვიდეთ დავწყნარდით, თორე მეოთხე სხეულში დავიბადებით. და ხო წარმოვიდგინეთ, ალბათ ყველა შეგვიჩნევიათ, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი ჭკუით. გონიჭკუა და გონება კიდევ ამას საკითხი სისტემა არის, ისეთი განსხვავდება, ჯერჯერობით ჭკუა გონება ჩართულობთ. განსხვავდებიან ჭკუა გონებით ადამიანები ერთმანეთისაგან. ჩვენც კი დილა შუა და საღამო ჩვენ ჭკუა გონება სხვადასხვა განწყობაზეა. ანუ ჩვენი ჭკუა კი სხვადასხვა მდგომარეობაში. აი ამ ათასგვარ მრავალფეროვნებას თქვენ წარმოვიდგინეთ. სულ ხუთი ელემენტი, მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, სივრცე. ჭკუა, გონება, ego, სამი ნატიფი ელემენტი. იძლევა მატერიალურ სამყაროს აუწერელ მრავალფეროვნებას. რისი საშუალებით? სწორედ ეს არის ის, რასაც ქვია მატერიალური სამყაროს სამი გუნა. სიტყვა გუნა სანსკრიტზე ნიშნავს თოქს პრინციპში, უშუალოდ თოქს კი არის ის, რითაც აბამი, რითაც დაბომა შეიძლება. თოქი, ჯაჭვი, აი გუნა.
და სამივე გუნას აქვს უნარი რაღაცით დააბას, რაღაცით შეზღუდოს. და აქ არის მოცემული. აი ისე როგორც საქონელს აბამენ. აი ძროხას აიღონ დააბამენ. თუ ძროხა გრძელ ბაწარზეა დაბამული, ვერც კი გზნობს რომ დაბამულია, ხო? და ის თავისნაირ ფიქრობს, რომ ჩემ ნებას დავდივარ. ზო, მინდა აქ მოვზო, მინდა იქ მოვზო. იმ სიგრძე ბაწარია, რომ ვერც გზნობს, რომ არ შეზღუდულია, რა. ამიტომ სულოყმაყოფი და ბედნიერია. და ამ ბედნიერებით არის შეზღუდული, სადაც ეს ბედნიერება მიაჩნია თავის მდგომარეობას. თუ მოკლეზია დაბმული ხო ცდილობს რომ აქ რომ მოვზოს მე რომელო იქით მოვზოს ეხლა იქით აღარ უშვებს ეს ბაწარი რა. ამიტომ რაღაცათი არის შეზღუდული დაბმული და ის თუ ძალიან ახლოს ყალოზეა მიბმული პირდაპირ კისრით ის მე რაღაცა დაგაფიქროთ დაბარცოს რაღაცა და ძალიან დაჯერა. ეს სამი გუნას ესეთნაირად აბამს. ხო პროკასებად რომ გითხრათ. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი წყალი. ხო? წყალი როცა გაყინულია, როცა უძრავია, სტატიკურია, მაინც წყალია, მაგრამ როცა თხევადია და დინებადია და ესეთი აქტიურია, წყალია. რო აორთქლდება, ორთქლია, მაგრამ წყალია მაინც. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს არის მისი სამი აგრეგატული მდგომარეობა, ხო? ფიზიკაში ეგრე ხო ისწავლიათ. ეს არის წყლის სამი აგრეგატული მდგომარეობა. სწორედ მატერიას გააჩნია სამი აგრეგატული მდგომარეობა. უმეცრების მდგომარეობა, სტატიკური, შებოჭილი, გუნულების, საზღვრების და სიბნელის. მეორე ეს არის აქტიური მოქმედების და დინებისა და აკეთიქით მიხეთქება მოხეთქების მდგომარეობა და მესამე ეს არის გასხიოსნების მდგომარეობა, როცა ეს თავისუფალია და ბედნიერია. თითქოს ბედნიერია, ხა ბედნიერება კიდე სხვა რამეა. ნუ მოგიყვებით თავს. ეხლა აი სწორედ ამ აგრეგატული მდგომარეობების კომბინაციით ცოტა მეტად გაახურებ, ცოტა მეტად გააციოს, ცოტა ეს ისე ამ სამი აგრეგატული მდგომარეობის კომბინაციით წარმოიშვება ეს მრავალფეროვანი საქონელი. უნდა გითხრათ, რომ ის რაც ხილულია და ის შეხება გზნობებით შეიძლება ჩვენ სხეულიც მათ შორის გარემო ეს წმინდა უმეცრება, წმინდა თამაგუნა არის, იმიტომ რომ ყველაფერი ეს უკვე იმდენად არის გაუხეშებული, იმდენად არის სტატიკური, რომ ეს თამაგუნის პროდუქტია. მაშინ სად არის ეს სათვალა და ნება და ანუ რაჯასი და სათვალა, ეს არის ჩვენ გუაში, ჩვენს მობიერებაში, ჩვენს ნატიფ სხეულში. ჩვენი ნამდვილი ნატიფის სხეულის მდგომარეობებია ეს. არ წარმოიდგინოთ, თუ ეს არის ჩვენი ამოქეშის მდგომარეობა, ეს უხეშის უტანასი. აი იქ არის ყველაზე მთავარი, რომ რა ხდება იქ ჩვენ ჭკუებაში, როდესაც ჭარბობს სათვალა, რა ხდება როცა ჭარბობს რაჯასი და რა ხდება როცა ჭარბობს თამაგუნა. და აი აქ ამ ლექსში არის აღწერილი, რომ თითოეული მათგანი რითი ბოჭავს. რა შემბოჭველი ძალა გააჩნია ჩვენი ჭკუებების თითოეულ ამ გუნას. სათვალა გუნა ბოჭავს ბედნიერებით, ცუდნითა და ბედნიერებით. გასხიოსნებით, ცუდნითა და ბედნიერებით. რას ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სათვალა გუნა შეიძლება შებოჭო ბედნიერებითა და ცუდნით. იმგვარად შეიძლება შებოჭო ცუდნითა და ბედნიერებით, რომ ეს მოჩვენებითი ბედნიერება და ცოდნა გადააქციო მის მიზნად. გამიგეთ? სუთხა ბედნიერება ნიშნავს რას? ქამ არის სივრცე, ეთერი, გარემოცვა. Krishna Samsara, Pumir, Apo, Vanavo, Vayu, Kham, Manon, Buddhi, Evacha, Ankara, Kham არის სივრცე. ის რაც იმყოფება ჩვენი
უხეში და ნატიფის ხეობის შუაში. ჩვენი აღურა ეთერული სივრცე, ჩაქრები, ნაკრები და რაღაცათა რაღაცა სივრცის ნაწილებია, უზღვავი და ულევი ენერგია, ეს სივრცეა და ეს სივრცე აკავშირებს ერთმანეთს ჭკუაგონებას ჩვენს უხეშ ხეობთან. როდესაც სიკვდილის მომენტი დგება, ეს სივრცის ელემენტი ირღვევა ჩვენი ენერგეტიკული დინებები, ირღვევა ჩაკრები, ეს შემოერთებელი ძალა ირღვევა და ნატიფის ხეული სულთან ერთად შორდება უხეშ ხეობას. ამის. და ამასვლას თანახლავს ძალიან ესეთი უსიამოვნო პირველი ძალიან საშინელი ტკივილი. ეს ტკივილი შეიძლება ცოტა გაგრძელდეს, შეიძლება ხანმოკლე იყოს, შეიძლება წამიერი იყოს, გაევებას აქვს. მაგრამ ეს არის ტკივილი, როგორც აი ასფიქსია, როცა იხჩობა და ეს არის ბოლო ამოსუნთქვა, აი სული ამოხდა ბოლო ამოსუნთქვა შედის იქით უკვე მისი სუნთქვების რაოდენობა ამოწურვია. ანუ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისთანავე, ჩასახვისთანავე განისაზღვრება. და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება არა წლებში და საათებში და კილომეტრებში და რაღაცეებში, არამედ განისაზღვრება სუნთქვების რაოდენობაში. ჩვენ ყველას მონიჭებული გვაქვს გარკვეული რაოდენობის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. და ბოლო ამოსუნთქვის მერე და ჩვენი ნატიფის ხეული ამ უხეშ ხეულს 9.5-დან 1/3-დან ტოვებს. ამ გამოდის აი აქედანის მეათე ვარიანტია ყველაზე იობები და პირველი მათხემიდან გამოდის. ამ თორემ გერიდან გამოდის, ამ აქედან გამოდის, ორებიდან გამოდის, კიდევ უორესი ამოსიდან გავიდეს და ეს შოკი, დახრჩობის შოკი, ბოლო ამოსუნთქვის შოკი, თვითონ ვეღარ სუნთქავდა ტოვებ ამას. მე შოკი რომ ხედავ და იმით გაწყვეტა რომ თორმე შენ არ ყოფილიყარ და მესამე იმით გაწყვეტა და ძალიან ძლიერი შოკი არის რომ ყველაფერს გრძნო, ყველაფერს ხედავ და აფსკაფითება შეიძლება. ამოდრიანია ჭკუაგონები ყველა. ცნობები მუშაობენ, ინდრები მუშაობენ, ინფორმაცია მოდის. ყოველგვარი თვალების და ყურების გარეშე. ყველაფერს ხედავ, ყველაფერი გესმის. მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებ რა. კარმენდრიების დაბოლოებები არ აქვს. ამიტომ ჭირდება რომ სხეული იპოვო, რომელსაც ეს გეკნება. სხეული, სასწრაფო სხეული უნდა იყოს, უნდა ჩაიდე ექსკავატორში როგორს გაკეთო. გამიკეთა, მე გარკვეულ დროში იბადება ახალ სხეულში პიროვნება. ანუ ეს ყველაფერი რატომ მოვყვები? ეს განწყობა ჭკუისა და გონების, ჩვენი ნატიფის სხეულის, ჩვენი ნამდვილი სხეულის განწყობა არის განისაზღვრება სამი გუნდით. და ბედნიერება რა არის? როგორ უნდა დააბა ბედნიერებით? ამით დავიწყე. ხამ არის სივრცე, ხამ სულ არის კარგი, ხო? სუბჰადრა კრიშნას და საინტერესო სახელი აქვს. ბჰადრა არის სასიკეთო. სიტყვა ბჰადრა ნიშნავს სასიკეთოს. და სუბჰადრა ნიშნავს ძალიან სასიკეთოს. უკიდურესად სასიკეთოს. სუბხამ ეს არის კარგი სივრცე, კარგი გარემოცვა, კარგი აბსტამუკა. ხო, კაი პუნქტი რა. აი პუნქტი რო ხარ. ეს არის სუბხამ. და ეს სულთან საერთოდ კავშირში არის. ამას მატერია იმახსოვრებს. როცა მატერია მეტყველად გამოცადა თავისთვის კომფორტული მდგომარეობა ჭკუას, მე მუდამ ესწრაფის ამ მდგომარეობას და ფიქრობს, რომ ეს არის სუბხამ. ეს არის ბედნიერება და ბედნიერებას თამსდებს მე უხეშ სხეულში ჰორმონების, ფერმენტების და სხვადასხვა რაღაცების ისეთი ცვლა, რომ ხმეთ არის ადამიანი ჩამწევდა და ბედა აფერებს კარგად. და იოგა-სუტრაში პატანჯალი აღნიშნავს, რომ სუხა ანუშაია რაღა, რომ მიჯაჭვულობა იბადება ბედნიერების განცდისგან. როცა ჭკუა გამოცდის რაღაც მდგომარეობას, რომელიც მას აწყობს პროგრამით. აწყობს. ამიტომ როგორც კოსმოსურ ხომალდში არის მთელი პროგრამა კომპიუტერი და ისეთ მარშრუტს გამოთვლის, რომ ეს მარშრუტი აწყობს იქ არა მეტეორიტები, იქ არ არის საფრთხე, იქ არაფერი არ არის ისეთი და კარგია. აი თუ გამოცდის ერთხელ ესეთ რაღაცას, მე იმას მიეჯაჭვება,
და ბედნიერებას ეძახის და მუდამ ცდილობს ეს რამე ნახოს. მაგრამ თუ ჭკუა გამოცდის ისეთ რაღაცას, რომელიც დისკომფორტია, რომელიც მის არსებობას საფრთხეს უქმნის, რომელიც საფრთხეს უქმნის მის კავშირს უხეშეულთან და ნივთიერებადაც ვაირღვევა და რაღაცები ესეთი რაღაცები ხდება, ამას აფიქსირებს როგორც დუქხან უბედურებას და მუდმივად გაურბის მას. ამიტომ რაგა ეს არის ბედნიერების განცდის პროდუქტი, მიჯაჭვულობა, ხოლო დვეშა არ მინდა. კაცო არ მინდა, აი არ მინდა, ეს არის დუქხან უბედურების განცდის პროდუქტი. და როდესაც ესეთი განცდა დააფიქსირა კომპიუტერმა თავის მეხსიერებაში, ბედნიერების უხან, ის მუდამ ცდილობს ამ ორბიტაზე იყოს. აი ეს არის დაბლობა. ეს არის მიჯაჭვულობა. ანუ ამის იქით არ უნდა გასვლა. არ უნდა, როგორც იმ საქონელს, რომ არის დაბლული და ყველაფერს მოძრაობს, რაც ჭირდება, მაგრამ ამ დროს ვერ ხვედავს, რომ თოკით არის დაბლული და იმ სიჟორეზე არ აღარსულა საქმე. ხო? ცუდება ყველაფერს. აი ამით ცოდნით და ბედნიერებით ბედნიერებას აშენებ დიდ ღობით. დიდ ბეტონის ღობით, მაგრამ ეს ღობი ძალიან დიდია. ძალიან დიდია და ამ დროს პიროვნება არის განსაკუთრებულად გამოირჩევა. ის ძალიან დაწყნარია, უაღრესად ენერგეტიკულია, ანუ წყნარია და რომ ესე ეხეთქება აქეთ-იქით, იმას კი ანიშნავს, რომ ეს გაკეთება შეუძლია. მისთვის საჭირო წყალ და 10 ჯერ იმოდებს გააკეთებს, ვიდრე ადამიანი, რომელიც აქეთ-იქით ეხეთქება. აი წარმოვიდგინოთ სამურაი, რომელიც წყნარად ნუ ახლა ეს ესეთი წყნარად ზის სამურაი და ხმალი კატანა ქარქაში აქვს და აკეთდება ხა რაღაც ისეთ ხონზეებს მიღება და ხნევა ამ ხმალის კეთილით აქეთ-იქით. იმას თუ დაჭერდა ესა. იყო ერთი გამოთქვა, რომ სამურაის ბოლომდე არ აქვს ხმალი ამოღებული, რომ სამოცნამდე უკვე დაიწყო. წარმოვიდგენიათ, რომ სანამ ხმალს ამოიღებს, სულ გზაში აი ხმალის ამოღების პროცესში კლავს, აი ახურებრივ მოსწავლეებს და ანუ აი ეს გასხივოსნება არის გარეგნულად ეს არის სიმშვიდე და სიწყნარე, მაგრამ არის უდიდესი ენერგია. უდიდესი ენერგია ყველაფერს გადაწყვეტს უნარი. ძალიან ფართო ცნობიერება, ძალიან დიდი ცოდნა, ძალიან. ეს არის ის თოკები, ვითაც იბოჭება ჭკუა, კი არის ეს იბოჭება და გონია თავისუფლება, სიამდვილეში იბოჭება და სული რჩება აი ამ ჭკუის მობილობაში. რაც შეეხება რაჯასი, როცა ჩვენს ჭკუაში უკვე იწყებს რაჯასი ჭარბობას, ეს მოქმედების, აქტიურობის, გამორჩენის, მოგების ნახვის, სიამოვნების ნახვის, რაღაც შეძენის ენერგია, როცა იწყებს ჭარბობას, ეს ბოჭავს მოხვეჭის სურვილით. მოხვეჭა. რაღაც უნდა მოიხვეჭა. და ქშატრიას, ვაის თავთავიანთი მოსახვეჭი რაღაცები აქვს. რა უარია მამაცა ომშიგან პირის მეჭელსა, შემკრთელსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭელსა, კაცი ჯავანერითა ჯობს დიალსა, ქსლისა მეჭელსა, ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. აი ეს არის ამ რაჯასი მეუღლის განსხვავება რაჯასი თავანა მოიხვეჭოს, რაიონს, სახელი მოიხვეჭოს. ჯობს საყვალასა არჩენო საქმენი საგნირონია. აიმარჯოს თორე კოჭერი თავი გაუგზავნეს შეყოლები. ესეთი არსებობს ეგეთი პაროდია არის ხათშორის. აი ესეთი ეხლა იმის და მიხედვით თუ იმას შერეული აქვს ცოტა უდენი საწვა, გასხივოსნება აი ამ აქტიურობის ენერგიას, ცხადია რომ ამ უსაზღვრო გამორჩენის სურვილის აქტიურობას, მიღებას, მოხვეჭას სასიკეთო მიმართულებით წარმართავს. სასიკეთო მიმართულებით წარმართავს, როგორც პრაქტიკულადაც საავადმყოფო სააშენო გამოხედებაში დახარჯავს, რაღაც იზამ არ ჩერდება, ვერ ჩერდება რა, რაღაცა საერთა უნდა რაღაც უნდა გააკეთო, კაფე უნდა გახსნას და გახსნის კაფეს და ქრისტეს სვაბიერების შესწირავს, ანუ ის საკუთრებაში დააფიქსირებს რესტორანს.
გაჩნდება ადგილ ძებს გააკეთებს. მაგრამ ეს ძები არ მეკითხები. კანტონის გამოგაკეთებული, მაგრამ იქნება და რაღაც აი ესეთი აქტივობა, მაგრამ თუ ეს საფლა შეიძლება რაჯასი ძალიან ჭარბობს. მე ახსნის რესტორანსა და სასაკლაოსაც და ომსაც დაიწყებს და ახალსახუსოს და ყველაფერს იზამს. ანუ გამორჩენის სურვილით აბამს, ოჭავს, იჭმევას რაჯასი. მეცაც გეტყვით. განსაკუთრებული თვისება რაჯასის დაამახინჯოს სულის გამოზახილი. სული მუდმივად აქტიურია. სული ამ კაფანთში რომ ზის, ამ უცნაურ კაფანთში. ამ უცნაურ კოსმოსურ ხომალდში და რომელსაც პანჯარა, არც კარიბია, არც აფეი არა აქვს. უბრალოდ ეკრანზე ხედავს მხოლოდ და რაღაც სენსორების მოწოდებული ინფორმაციით მიფიქრავს რა. სული მუდმივად აქტიურია მიუხედავად ამისა და მისი აქტივობა არის მიყვარს, მინდა მიყვარდეს და მიყვარს და მინდა ვიპოვო ჩემი სიყვარულის ობიექტი, რომ მას ვერ მსახურობ. მუდმივი სიყვარულის სული, მუდმივი მსახურების სული, მუდმივი რომ თავის შეყვარებას რაღაც გაუკეთოს, რაღაც იღვაწოს თავის შეყვარებისათვის, ეს არის სულის იმპულსი. და რაჯასი როცა ეს იმპულსები ეს გამოძრაობას რადიოსადგურის ასხივებს, როცა ეს იმპულსები შეეხება რაჯას, რომელიც ჭკუაშია. მაგრამ გამოვა ჭკუიდან გარეთ, ეს იმპულსები, როცა რაჯას შეეხება, უცხლის მიმართულებას. და უკვე ეს იმპულსი, ეს სურვილი, ეს კი არ არის რომ მინდა მიყვარდეს, მინდა რომ უყვარდე. მინდა უყვარდე, როგორ იმას ვიღაც მოუყვარ და ეხლა ვაჩვენებს რა რაღაც იმ სხვა ფასადასაც. ეხლა ვაჩვენებს, ვის სხვა შეხედე როგორ ვიღაცა და ეხლა უყურებს. ჩემი უნდა იყოს და მე მარტო მე უნდა მიყვარდე. მე უნდა მემსახურობ. მე გამოვიწყობ ჩადი. რა? აი ესეთნაირად სულის რაჯასი, სულის იმპულსებს. და ტკბობიჟინი წარმოიქმნება სულის აბსოლუტურად სუფთა იმპულსებიდან. კამაეშა, პროთხაეშა, რაჯაგუნა სამონთხოვან ეს რისხა ტკბობიჟინი და მრისხანება წარმოიქმნება ამ რაჯას, როცა გაიხახუნება სულის იმპულსები. შეუცვლის ხასიათს. ეს იყო ყოველთვის შეცვლილი ხასიათი. ამ რაჯას შეჭკუაში რაჯას მოხდებს. ესე არის რომ რაღაცა ხით რომ მოვიტანე ანგარზე დაწყობილს. ამიგეთ ვარჩევთ. აი შეჭუკი. ის კი არ არის. ახლოს თქვენ მეიჭანა. ახლოს რაც არის აი ის შეჭუკი. ამიგეთ აი ესეთნაირად ცვლის ჩვენ სულს, მარადიულ და სულს, მარადიულ შეყვარებულს, მარადიულ და უანგაროს, ნატიფეს და სულს, აი ესეთ რაღაცას გქონცებს. ხოლო ტამაგუნა საერთოდ შეიძლება. თუ რაჯასის სულის იმპულსებს სახეს უცვლის, ტამაგუნა სულის იმპულსებს საერთოდ არ ატარებს. საერთოდ თანთხავს, ჭაობს და ალპობს და აყროვდება. ეს ყარს, ადამიანის სურვილები ყარს. ისევე როგორც ამაგუნად შეპრობილი ადამიანი, რომელიც ბინძურად ზრდასრულობს, ბინძურ საქმეში დებულობს, ბინძურად იქცევა, ალკოჰოლი, ნარკო, ისევე როგორც მისი სურვილები არის მყრალი. Naše želanje da smerdят pred Bogom. Ali se ti filmi beri, monah. Da svim da se ubolebe eklesici nazvali Romeo, Mojkcevo, Ropša Savito, natipi sruilebi konde su da, še Savito minda sruilebi da, posebni konde su da.
პასუხებს რომ შემიადოს ჩვენი სულები რომ ხარალი მერცის წინაშე ხარალი სუნიათ ამოდიან აი ეს აღმოსაკეთებს დამამონა და დამამონა ბუჭავს სიგიჟით ძილითა და სიზარმაცით არაფერს გაკეთების სული მოდიჟე ენერგიის უკმარისობა და სიზარმაცი მოდი ახლა დამაცინა ერთი და სიგიჟე უმეცხრება ეს არის ცოდნის არქონა თავისთავად სიბნელე ეგეთი ელემენტი არ არსებობს ეს არის სინათლის ნაკლებობა და როდესაც ეს დამაგუნა ადამიანი ჭეშმარიტ სული ფარავს ბოლომდე აბნელებს უკვე აი ამ სიგიჟეში გადადის სავსებით არადეპროტულობაში და ცოდნა რა არის ცოდნა არ არის აქ არის უსულა ცოდნა მოდის მათემატიკისა და სახელმწიფოების და რაღაცეები აქ არის ცოდნა არც ცოდნა უმთავრესისა თვალზე აკრული ლიბრია რომე ბუნება კაცისა ლეში კი არა სულია უკვდავი მთელის ნაწილი უკვდავია და სულია ბრიხთათვის ამის გაგება ცხადია რთულზე რთულია ეს ცოდნა იმისა რომ შენ ხარ მარადიული სული მარადიული უკვდავი სული საჭითა ამას ფარავს ამ ცოდნას და არის სიკვდილის მოლობაში აი ესეთი არის მეცხრების მოდუსი მეცხრების მოდუსი მართლა საზიზმრო მდგომარეობაში აღებს ადამიანს როგორც ნატიფი ჭკუაგონების დონეზე ასე სხეულის დონეზეც იმიტომ სხეულში არის საზიზმრო დაავადებების თავის მიჩვევა და ასე შემდეგ აი როდესაც ტამაგუნა ეუფლება ჭკუას იქიდან გამოსავალი პრაქტიკულად არ არსებობს მხოლოდ დია წვინას მხოლოდ დია წვინას უშუალოდ ღმერთის წარმომადგენელს შეუძლია უშუალოდ ის თავის თავს აღარ უშუალოს როცა ტამაგუნა ჭარბობს უკვე და გადაჭარბებას იწყებს მობილობაში იმურმოდა მე ადამიანს ამოგვიდება თავისუფლება შეუძლია რაჯასის შემთხვევაში შესაძლებელია რომ ცდილობები გასციოს და წრე აარჩიოს ისეთი ადამიანების წრეები სადაც საკმაოდ მეტია და ნელ-ნელა ხართან დავაბიო ხო იცით რა და ნელ-ნელა ამ წრესგან მისრაფოს და ტამაგუნაში ყოფილი ადამიანები ამ წრესგან ზოგადად მისრაფის აღიზიანებს ასეთად ესეთი წრე კარატალების ხმაზე ხსნობას კარგავს სისხლეობრივი ნერვების ბაგაბონების სუნზე ალერგია აქვს აი ამ საკმეველი სუნზე ალერგია ზარის ხმაზე გიждდება აი ყოველშვები მოთხოვნა ამგეთ ეს ძიმომრგმარეობა არის კრიშნა ბაგავად-გიტაში ამბიცებს სად იმყოფება სად არის ამ რაჯასის პოზიციები სად არის შეფარული სად არის ჩასაფრებული და ამბობს ეს არის ჭკუაგონება და გრძნობები უთხილ მანას ინდრია ჭკუაგონება და გრძნობები აი აქ არის შეფარული რაჯაგუნა ტამაგუნა საერთოდ უკვე დაფარავს ყველაფერს და ყველაფერს აჭაობებს ძირითადად ჩვენ უნდა ვუყუროთ მაშინ როცა ჩვენი მოქმედებს რაჯასი ჭარბობს და რაჯასს აქვს არჩევანი ან წავიდეს ტამაგუნისაკენ ან სათვისაკენ აი როცა ჩვენ რაჯასს როცა შემოგვეთებით უნარი გვაქვს როცა კიდევ გადაწყვეტილების მიღებაში ვიძლია როცა შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ სათვისაკენ უნდა შევეცვალოთ რომ მივიღოთ სუფთა საკვები სათვლის საკვები უნდა შევეცვალოთ რომ მივიღოთ ვიბრაციები მუსიკას ლაპარაკს ყველაფერი მოусმინოთ ისეთი რაღაც საკმაოდ მეტია უნდა შევეცვალოთ რომ შევეხოთ ისეთ ადამიანებს და ისეთ წრეს სადაც საკმაოდ უფრო მეტია და ნელ-ნელა ჩვენშიდაც გაიგვიძებს და მოიმატებს ადამიანის ცნობიერება
ჭკუესა და გონების მდგომარეობა. რომელი საათია ხო? 20 წუთია. ჭკუისა და გონების მდგომარეობა იოგას პრაქტიკა თეორიაში არის განადგურებული ეს. ყველაზე დაბალი, ყველაზე ცუდი, ყველაზე საშინელი მდგომარეობა არის ვიმუთხა, ესე ქვია. მუთხა არის თვითონ ჟღერადობითაც ადვილი მისახვედრე, რომ მუთხა რასაც ნიშნავს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს არანაირი სული. აინტერესებს არანაირი სული. რომელსაც არის გატაცებული ნახევარნიური რაღაცების ბრწყინვალებით, რომ ის ხიდან გაიარა პოდიუმზე იმას რა ეცვა კაბად ამ დროს აფერკაბა არ ეცვა ძირითადში შველი იყო. იმას ის მაქანა ყავს, იმანის იშოვა, იმანის ექნა, ეს იქ ბაზარზე მეზობელ დახსეს ამდენად ყიდის და ახლა მეცესე და აი სულ ჩაფლულია ასეთ რაღაცებში და просто უთხრა ელემენტარულად просто უთხრა ეს შენესხეული არ ახარ მოგწევას იცით რა. აი თავი ბალანია. ასეთ მდგომარეობაში ამ მდგომარეობიდან ამოთხევა ადამიანის მისი ძალისხმევით. არც ერთო აი როგორც ახლადამახარაჯა ამბობს, ასეთ ადამიანს არ აქვს ცნება, ვერც საკუთარი ძალისხმევა, ვერც ერთობლივი ვერც ცდილობები და ვერც ერთობლივი ცდილობები ვერავის ვერ იზამენ, ეს რჩევეს. ამის შემდეგ უფრო მაღალი, შედარებით მაღალი მდგომარეობა არის ჩეტა ვიქშეპა. ჩეტას ნიშნავს ცნობიერებას, ვიქშეპა არის გაფანტული. ჩეტა ვიქშეპა არის გაფანტული ცნობიერების ადამიანი. რომ 5 წუთი არ შეუძლია ერთ რამაზე იფიქროს, კონცენტრაციის უნარი არ აქვს, დაწყვილება არ აქვს, შეშფოთებული, მაგრამ ისეთი არ არის, როგორც მოთხრა. სვენა აქვს. ჯერ რომ არსებობს რაღაც არამატერიალური, ჯერ რომ არსებობს რაღაც ისეთი, რასაც გნობებს ვერავინ და შესაძლებელია რომ რაღაც აი ეს სვენა აქვს. ეს ჯერ აქვს ოქროულ ისეთი, მაგრამ ძალიან გაფანტული გონება აქვს, მაგრამ ამას კიდე ეშველება, რადგანაც არსებობს პირდაპირ შეიძლება ურთიერთობით დაწყნარებულ ადამიანებთან ურთიერთობით ერთგულებთან ურთიერთობით შეიძლება ჭკუა დააწყნაროს და დააწყნაროს. ამის შემდეგ ეს გაფანტული ჭკუა თუ ადამიანმა დადგას სოფზაზე, სწორი ურთიერთობის წრეა ეჩია, ნელ-ნელა რაჯასი მცირდება, სატყვა იმატებს და ნელ-ნელა ამ გზაზე, რომელსაც სათხანაკია, ძალისხმევა, ნელ-ნელა ის აღწევს ცნობიერების მომრავლობას, რომელსაც ქვია თარანა. თარა ნიშნავს აი რო გიჭირავს. არჯუნოს ელოდნენ თხანურ თარა. შვილს რომ ატარებს, შვილი რომ უჭირავს. ასეთ როა. შენ უკვე გიჭირავს შენ ჭკუა. ეს ძალიან მაღალი დონეა. ეს დონე მიიღწევა სერიოზული ლოცვით, სერიოზული მსახურებით, კონცენტრაციით. და შენ უკვე იწყებ შენი საკუთარი აზრების დანახავს. შენ ხედავ შენ საკუთარ ჭკუას. ეს არის უბრალოდ საკითხი. შენ ჩეტავი შეყავთ მეტნაკლები გაფანტულობით, რომელიც ეს გაფანტულობა უკვე კონცენტრირება სიცოცხლება, ადამიანი ხედავს საკუთარ ჭკუას. ხედავს საკუთარ ჭკუას მის მოღვაწეობას და მასში აღრძულ ტალღებს, აზრებს. რომელიც ტალღაზე, აზრი აზრს მიედინება და მეგობრობს დიდი მდინარე, როგორც ალგური მდინარე მიედინება მის თვალწინ. აი მას ხედავს ადამიანი. ამის შემდეგი დონე არის თიანა. თიანა არის როცა შეუძლია მდინარე გააჩეროს. რა? გააჩეროს. ეს აზრთა დინება შეუძლია გააჩეროს და ზომი ჩართოს, ანუ ერთ-ერთი იდეა, რომელიმე ხატება, ობრაზი მოიტანოს ახლოს, კონკრეტულად მასზე მომთინოს კონცენტრირება. ამის შემდგომი ეტაპი არის უკვე სამათხი, სრულყოფილი აღქმა, სრულყოფილი თიანა, როდესაც ჭკუა ისეა დაწყნარებული, რომ ის საკესარად ხდება, ჩეტო დარბანა მარჯანა და ჭკუის საკეში ფეროვნება ხედავს და ის თავშეფას მორადულ სულს.
ისევე როგორც ტელევიზორში რომელშიც უამრავი არხები გადავთვალოთ, ჩუბობენი, კლავენი, მზვიანი, ფერყუტე, გადაიდგა ერთად აი ესე კონტენტი ხომ მე დანებით ავსა რაღაც კარგს ნახავ და ბოლო ერთ-ერთ სულ თავიდან ბოლომდე რაღაც გაიაზრე ხო? და მე დაგიო მომენტო ამ პერიოდში გამორთა. Das ist ein Haus, voller mit Sport, das ist ein Haus. Das ist ein Haus. Aber was soll das denn da war ich damals? Kamar tu televizor se la rasul sa mi da khat. Das soll das sein. Das knarde mich. Aber ich sag da nach Stamash. Und da war der Rasul khadar sa taus. Khadar sa taus Rasul და არამეცერი დეტალები ამას ქვია სამათქი და ასეთი მდგომარეობიდან იწყება უკვე სუფთა წმინდა ეროვნული მსახურება. არამედ მსახურება, მაგრამ წმინდა ეროვნული მსახურება. პრინციპში სულ ეს არის რაც მოყოლაც მინდოდა ინტერესზე აღწერილი რასაკეთებს ეს სამი გუნა როგორ ამრავალფეროვნებს materias aizulებს, მკვდარ materias aizulებს იყოს მრავალფეროვანი და თითქოს როგორც ცოცხალის ემოციის გრძნობებს, ადებს, ახმას და ასე შემდეგ. 27-ში რატო გეგმავთ ლექციას კავკასიურ სახლში. კავკასიურ სახლში. Kavkasiyos Tamizis soținomeria, care și momentan că metrul la Ramazan s-a început. Mandatare tradițiot s-a țipsta, 27-ci șabaț. 18 საათზე იქვე ხდება ლექცია, ამ საკითხებზე შევეხებთ ძირითად შევეხებით მოქმედების თეორიას, კარმა იოგას. Karma yoga. Mobzadit, მოისმინოთ. ერთად ვიქეიბოთ. ეხლა თუ რამე შეკითხვები და აი გარდაცვალების მომენტი მაინტერესებს, რომ თქვით, ყველა რო ვიბადებით, ჩვენი რაოდენობა სუნთქვის გვაქვს მონიჭებული. მე მაგ ნანახი ორი ადამიანის გარდაცვალება, ის რო თქვით ამოსუნთქვა, ეს პირის წყალი, ქართულში რო არის პირის წყალი ამოაყოლა. აი ეგ არის ხო ბოლო ამოსუნთქვა? ერთ-ერთი ვარიანტი ეგ არის, შეიძლება წყალი ამოაყოლოს. ეგ განიხილება, ხო? იმიტომ რომ ეგ პროცესი მაქვს ნანახი და მაინტერესებს ეგ არის თუ არა. ადამიანის ხელს, უხეშლებს აქვს 9 ნახვეთი. ანუ ზოგადად ვედურ ლიტერატურაში ამას უწოდებენ ქალაქს, რომელსაც 9 კარიბი აქვს გალავაში. 9 კარიბი. ეს არის 2, 4, 6, 7, 8 და 9 გენიტალიები. ამუსი და აი ეს 9 ნახვეთი, სადაც იხსნება სხეული. სხეულის ზოლირებული და გადიდება ის შეკითხვაზე 9 ნახვეთი იხსნება. 9 ნახვეთიდან შეიძლება დატოვოს ნებისმიერი მათგანიდან შეიძლება დატოვოს სხეული სიკვდილის მომენტში ასტრალურმა სხეულმა. ამ ასტრალურ სხეული ეს არის ჭკუაგონება, ნატიფი სხეულის სულთან ერთად და შეიძლება ძირითადად როგორც წესი ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ ადამიანში ეს ხდება პირიდან ამოდის. ძალიან ბინძურ ადამიანებში მე ხონა შეჩათქო როცა პალატაში დაიცვალა და სუნილად ესეთი ექთერებს კი გაიქცა. საშუალო და ასე შემდეგ. მაგრამ იოგები სხეულობენ მიათებზე. აი აქ ყიფლი ბაგირას არა, პატარა ბავშვი გილი აქვს და მე მაგერდება.
არის აღწერილი სამსებით რეალური შემთხვევა, როცა თავის კალა ფეთქე აფეთქების ხმა ის და ეს გადავარდება და იქიდან ამოდის სიმართლე. აი ესეთი გზები არსებობს ცხოვრების დატოვების, ამ ქალაქის დატოვების. და როცა ხელახლა იბადება ადამიანი სასახლის მომენტში, როცა უკვე ჩაისახება ცოცხალი არსება პიროვნება და მე რიცხობს თეორის შემოკრებას, განვითარებას რესურსებში, მას უკვე მომენტში განსაზღვრული აქვს სუნთქების რაოდენობა და მისაღები სუქა დუქა, მისაღები ბედნიერებისა და უბედურების რაოდენობა. ეს უკვე განსაზღვრული აქვს. ერთადერთი რაც მას აქვს თავისუფალი არჩევანი, აირჩიოს ვისთან ექნება ურთიერთობა. რათა შეიცვალოს თავისი ბედი. სულის ჩასვლა როდის ხდება, როცა აი ამ მომენტში ხდება ჩასავლის. ზოგადად ასე ამბობენ რომ ცოცხალი არსება მოყვება წვიმას შედის მარცვლეულში და მამაკაცის პასუხი და მამაკაცის სპერმაში. ანუ ეს მამაკაცის სპერმაში არის ეს ნატიფი ასტრალური სხეული, სული ასტრალური სხეული ორგანიზმი. და დედის საშო და დედისა უზრუნველყოფს პირობებს მისი განვითარებისა და არსებობის. ანუ რა გამოდის ყველა სპერმატოზოიდში სულია? როგორ? ანუ ყველა ახლა სპერმატოზოიდში მე მაგას ვერ მეთქვით, რომ ყველა სპერმატოზოიდში არსებობს თუ არა ესა. ის შეიძლება შეიძლება არსებობს, მაგრამ ორ შემთხვევაში დაბადებამდე, დაბადებამდე სული გადის ძალიან დიდ მოსახლეობას. და დიდხანს ელოდება იმ სხეულს, სადაც მას ეკუთვნის ადამიანი. პრინციპში ეს განსაზღვრულია საერთოდ. და კიდე კითხვა მაქვს ეს ხუთივე მომენტი ბოლოს ეს სიტყვა დავიმახსოვრე. თუ შეიძლება ერთდროულად იყოს ხუთივეში. სიზარმაცეც გქონდეს, ანუ თუ ადიხარ ზევით, უკან აღარ ბრუნდები. არა, უკან შეიძლება დაბრუნება. მთელი ამ ევოლუციის გზაზე ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება დაცემა. ნებისმიერი ადგილიდან. ანუ თუ ადამიანი გრძნობს, რომ ხუთივეში არის არ შეიძლება ხუთივეში, არა, ხუთივეში არ არის. ის ვინც უკვე არის ჩეტაბიში მაგალითად, ის მერე თუ მოხდა იმაში გადავარდა მეცნიერებაში, ეს მერე ზევიდან ძალიან გამოვა. ანუ ეს არ შეიძლება ხუთივეში, ის ადამიანი განვითარების დონეზეა და მეტამაკლებად იქნებს განვითარების დონეზე და წინ მიიწევს. ანუ გამოვლება. ეს ერთად რომ იყოს, ამ გზაზე სადღაც უნდა იყოს. და როგორც გითხარით, ამ გზის ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია დაცემა. მაგრამ მე ისე ვარ. მაგრამ არსებობს მდგომარეობა, საიდანაც აღარ ეცემია. ნუ სამართლიდან ანდაც ძნელია დაეცა. არა, სალენადურია. სხვათა შორის არსებობს არის ეგეთი ფილმია. სამსარი. ეს სამართლის გამორევიდან არის ახალგაზრდა ბერი. სამართლიდან ჩვეულებრივად შეიძლება იყოს მიაცებს სამართლის შეიძლება დაეცეს, მაგრამ როდესაც მიიღებ უკვე როცა შეძლებ უზენაესის მერთან შეერთობას აღიძინოს იქიდან აღარ ამავდროულად და კიდე მაინც რაღაცა იმეც ვიტოვებ, რომ ფე და საფეხურზე ვინც არის, თუნდაც ეს ვიბრაციებით და იმით ვერა ამაღლებ ვერაფრით. სწორედ ვიბრაციები ის ლოცვები, რასაც ქვია ლოცვა, მანტრა, რომლითაც ხდება ადამიანის სულიერ განვითარება. არა, ეს თვითონ თუ მოინდომა სხვა არის, მაგრამ აი მაგალითად ოჯახის წევრი არის, ასე ვთქვათ, პირველ საფეხურზე და შენ სხვა ოჯახის წევრმა რომ ჩართო ვიბრაციები, სახში, მანტრები, თუ გაქვს შესაძლებლობა შანსი რომ აწიო. მაგის ფონზე ჩართოს რაღაცა მეზობელმა და
შესაძლოა მოვიდეს ამით არანაირად ფინანსები არ გაიზრდება, თუმცა ამის რაღაც გარკვეული ცირედი არსებობს. ნებირადად არის ახლა ეს როლთეზე ჩამჩამი ახსიერებაში. ნამდვილად ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ფიქრი რო იყო. მე პირველად კრიშნას სახელი გავიგონე ძალიან უცნაური წყაროთი. ბოჯორჯი რომერის. ხოც და რა ეს? ანუ ხედავთ არის რაღაცა. როგორ არა? სოფტალაც? Да, можно. Здесь вопрос такой, что можно ли добиться определенного успеха, если, допустим, кто-то другой, более высокоразвитый, он там будет выдавать какие-то вибрации, или там включить там в соседней квартире. В принципе, по воле Бога все можно, но вероятность этого не очень. Хотя, это я пока не говорю по-грузински, но сейчас я скажу по-русски. Хотя... Да, вы сказали просто вопрос, я не совсем понял. Да. Продолжайте по-грузински. Хотя есть вибрации, которые обладают особой силой. Это вибрация сама Кришна. Кришна говорит, «Расохамапсу каунтея, рабхасми шаши сояйо, пранавах сарва ведешу, шабда кхе паурушамаришу». Я звук в эфире. Кришна, он появляется в виде вибрации, в виде шабди в эфире. Материи. Из этого эфира, кхам, он достигает уже сознания и меняет его. И есть разные объекты для медитации. Есть медитации, соответственно, объекты, вибрации. Есть вибрации, რომლებიც არიან ამ ქვეყნიური. ზოგი სანთლიშუქს მედიტირებს, ზოგი რაღაც ლოცვას კითხულობს, ზოგი რას ზოგი. მაგრამ არის ვიბრაციები, რომელიც არ ამ ქვეყნიურია. ის აქაური ვიბრაციები არ არის, ენისგან არ არის. ანუ აქ არ მოხდა რა ის გენერაცია, ისინი მოდის სულიერ სამყაროდან და როგორც წესი თვითონ ღმერთი მოდის ამ ვიბრაციების სახით. ეს არის მისი სახელი, რომელიც არ განსხვავდება მისგან. კრიშნა. ჰარი. მისი ნეტარების ენერგია. რამ. ჰარი კრიშნა, Krishna. და სიტყვათა ვიბრაცია. რაბდონი? სიტყვათა ვიბრაცია. გერების ვიბრაციას. იცით როგორ არის? ჩვენ რაც გვესმის, ეს არის მხოლოდ მისი ლინგვისტური აზრი. რასიადოეში მასში არის ვიბრაცია ისეთი, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ბგერითი აკუსტიკური ვიბრაცია. ეს არის იმპერატიული ვიბრაცია, ეს ვიბრაცია ახსოვს ჩვენ ცნობიერებაში. ამ ცნობიერებას ცვლის. მე პირველად ახლა არ ვიცი ამას დავუბრალოთ თუ რა დავერ საერთოდ მე ფაგავად გიტაროთ ავიკითხე პირველად მაშინ შეიცვალა ჩემს ხოვებამ, მაგრამ მანამდე კარგად მახსოვს რომ მე ტელევიზორში მოვისმინე ამ ბოი ჯორჯის სიმღერა. არე ხმერო შევწევი. კი გახსოვთ ალბათ არა ყოველთვის რა. ესე მაინც საერთოდ საკმაოდ საერთო რეპუტაციის ადამიანის საკმაოდ საერთო ფილოსოფიური შემადგენლობის სიმღერა, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები ეს მოვისმინე ძალიან უცნაურად იმოქმედა ჩემზე და მე ამაზე ბევრი არ მიფიქრე, მაგრამ ამან თავისი გაკეთა. თავის ეს ყოველ საკითხს. და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ვიბრაციებით მივახციოთ. ეს ყველაზე ეფექტური ვიბრაციები არის ეს მანტრა, მაჰა მანტრა. ჩვენ ამ მანტრას ვეძახით დიად მანტრას, მაჰა დიად მანტრა. ის პრაქტიკულად შეიცავს ყველა ვიბრაციას თავის თავში. ყველა ლოცვას. და ისევე როგორც ნებისმიერი მანტრა ის შედგება სამი კომპონენტისგან. პირველი ეს არის მანტრა დევატა, ანუ ხდება
რომლითაც ჩვენ მანტრას მიმართოთ. ვის ადრესატი? მანტრის ადრესატი. მისამართი. ეს მანტრის ადრესატი ამ მანტრაში არის. ოღონდ უხილავთ. და თუ ჩვენ მაგას კარგად მიმართავთ, ის გამოდის ამ მანტრიდან და ჩვენთვის აწერი ხდება. მეორე კომპონენტი არის მანტრის ხილული ნაწილი. მანტრის ხილული ნაწილი, რაც და მესამე არის მისი ლინგვისტური ნაწილი, ანუ ის აზრი, რომელსაც ის ატარებს. აი მაგალითად, ლოცვა მამაოჩვენო ატარებს გარკვეულ შინას. ლოცვა მაგალითად ფალო იესო ქრისტე ღვთისაო, შემიწყალე სულია. ეს ატარებს გარკვეულ როგორც მისი ხდება ორში გესმის ხილული, ასევე გასაგარკვეული შინაარსი და აქვს მის დაფარული ნაწილი და მის დაფარული ნაწილი არის თვითონ ფალო იესო ქრისტე. ასევე როცა მანტრას ვიმეორებთ ჰარი კრიშნა, ჰარი კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარი ჰარი, ჰარი რამა, ჰარი რამა, რამა რამა, ჰარი ჰარი. თუ ჩვენ გარკვეული ასკეზებით, ძალისხმევით, უნდომებით, ერთგულების წყალობით, სულიერი მოძღვარის წყალობით, შევძელით მანტრის ისეთ დონეზე გამეორება, რასაც ქვია მანტრა სითხი, სითხის სრულყოფილად შევძელით მანტრის გამეორება, მაშინ მანტრის ადრესატი ჩვენთვის ხილული ხდება. და ერთ-ერთი უდიადესი წმინდანი ბაქტივინოდა თაკურა, არა, მაქსიმალ სარასვატი, რომელიც იქით ნაპირზეა, ის პასუხობს თავის მოწაფეს, რომელიც ამბობს, რომ მე ვიმეორებ მანტრას აი ამდენს 1000 ჯერ დღეში და რაზე უნდა ვიფიქრო მე ამ დროს. და ის პასუხობს, რომ შენ კარგია რომ ამას ვიმეორებ ამას, ეს ძალიან კარგი მეყოფილი ვარ. და როცა სულიერი მოძღვარი ეუბნება მოწაფეს, რომ მე კამაყოფილი ვარ, ეს ძალიან უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს ბევრ ამას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე გარანტირებული აქვს. მე კამაყოფილი ვარ, გაგზელე. არ არის საჭირო შენ რამეზე იფიქრო ამ მანტრის აკუსტიკის დროს. უბრალოდ შენ უნდა გაიგონო იმას, რასაც ამბობ. ანუ არასოდეს არ დაკარგო ის სმენის ფოკუსიდან და არ იფიქრო სხვა რამეზე. ჰარე კრიშნა, 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 ჰარე, ჰარე, ჰარე რამა, 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 ჰარე, ჰარე. და დადგება დრო საჭირო დროს ამ მანტრიდან გადმოვა. ჩვენთვის ხილული გახდება კრიშნა რუპა გუნა ლილა, კრიშნას ფორმა, კრიშნას ხასიათი, თვისებები და მისი ქართულები. ანუ შენთან მოვა კრიშნა. იგივე პრაქტიკა რაღაც ხდება იქ რაღაც შეკითხვა თუ რამე გაიციშა ის. ტელეფონს არა არის კეთილი. იგივე პრაქტიკა არის, იგივე ეფექტი არის ქრისტეულ პრაქტიკაში. ბერები, რომლებიც მთელი სერიოზულობით იმეორებენ იესო ქრისტეს ლოცვას, ზეოთისა ექსტაში ეს ლოცვა მოკლდება, იმიტომ რომ მათთვის ძალიან ძვირფასი ხდება ეს სახელი. Dacă bolondu chiar nu iasă de probleme serioase, dar bolondu iasă. Გარკვეული საჭირო დროის შემდეგ, როცა გარკვეულ განწყობით პარადილას მოდრეგილად. როცა იმეორებს ამ მანტრას, მოდის უფალდეს. პირადად მოდის მასთან. ზოგადად კრიშნა მოდის. ეს არ არის რაიმე ფოკუსები ან ეზოთერიკა, ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა პიროვნების შორის, ურთიერთობა ღმერთთან. რომელიც პიროვნება. თუმცა საჭირო არის რომ სრულყოფილად სამკეთანო, სრულყოფილად გამიმეოროთ, სრულყოფილად ვილოცოთ. ამისას სრულყოფილად ვილოცოთ,
აუცილებლად უნდა ვემსახუროთ მათ, ვინც უყოფილად უწყობს. ვაიშნავის. ვაიშნავი არ არის ინდუელი ამარაც ქრისტიანი, ის ვინც ღმერთს ემსახურებს. ვინც უყოფილად უწყობს, ვინც ვაიშნავია, მას უნდა ვემსახუროთ და ვაიშნავა სევა, ვაიშნავის მსახურება ადამიანში ბადებს, თვისებებს, რომელიც ხდება ბალახზე უფრო თავმდაბალი, ქუჩაზე დაგზავნილ ბალახზე. ხეზე უფრო მომთბენი, არავისგან პატივისცემას აღარ ითხოვს და ყველას პატივს მიაგებს, ვინც არ უნდა იყოს. ასეთ მდგომარეობაში თუ მან ვაიშნავის მსახურების, თუ კი არ მიიღებს ვაიშნავის მსახურების ასეთ განწყობას, მისი მანტრა, მისი როცა ხდება სრულყოფილი. უფალი ჩაიტანა გვასწავლის, რომ მას პეტრინა და პისუნიჩენა და როლა პისაბიშუმა ამანინა ამანადენა. კიდევ მეკითხო, აი თუ სამათლის მიაღწიე შენში გჭირდება კიდევ მსახურება? მსახურება იწყება ამის მერე. მერე? კი. ნამდვილი მსახურება იწყება მერე, როცა ადამიანი განთავისუფლდება მატერიისაგან. ნამდვილი მსახურება, ნამდვილი სიყვარული, ეს არის თავისუფალი ადამიანის თავისუფალი არჩევა. მსახურება სიყვარული მაგაში ერთი და იგივე. ერთგული მსახურება ეს არის განწყობა, რომელიც მხოლოდ შეყვარებულმა შეიძლება გააკეთოს. უპირობო სიყვარული. უპირობო სიყვარული, ექსტატიური უპირობო სიყვარული, ეს არის ერთგული მსახურება. ჩემფერა გაინტერესებს, ონ იმას გავუკეთო რამე. ხო, ეხლა მივხვდით, რომ მსახურება ცოტა ხო, მსახურება ეს არ არის მოჯამაგირეობა. ეს არ არის ხელფასი, ეს არის განწყობა, როცა შენ მიყვარს და ამიტომ მოქმედებ. არა იარაღის საკითხი. გასაგებია, რაც უპირობო სიყვარულში ხარ, მსახურება თავისი. აი, ესეთი არის სულიერი მდგომარეობა, როცა აღარ ილუზიის რაღაც ხამეში, ამას ქვია ბრაჰმა ნირვანა და თუ ადამიანი თუნდაც სიცოცხლის რაღაც ერთ წამში, თუნდაც სიცოცხლის ბოლოს მიაღწევს ამ მდგომარეობას, მისი მიზანი შესრულებულია. იშნეუნება აკრონას რომ მაშინ როდესაც გამოაღწევს შენი გონება აფერმიული ილუზიის უღრანი დღიდან ვერ შეგაშფოთებს ვერაფერი, რასაც მოისმენ და რაც ხსნილია დაწყებული გაჩენის დღიდან. როცა მიაღწევ შეუქმნელ და უყევ სამათხის ამშვიდებულს და უნაპიროს გვასავით გაშლილს ვერ შეგაშფოთებს, როცა ვედების ტკბილიანაც ვერ შეგაშფოთებს, ვერ აგავლებს, მაშინ დაბადდება იმიწყებულ ფოთანხებში. მაშინ შეიძლება აღადგინო, ხოლმე ასეთ მდგომარეობაში შეიძლება აღადგინო ერთაკავშირი. მაგრამ შეიძლება არც მოიგონო, აი თუ არ მომიტოვო, ისევ გადავიდე. ანუ ღმერთია ის ბოლო დანიშნულება, რომლითაც უკან აღდგენილია. ჰარე კრიშნა. შეიძლება ჰარე კრიშნა მადლობა ლექციისთვის. მე მაინტერესებს ამ მოდუსებში გადასვლა გადმოსვლა ის მიხედვით ხდება ურთიერთობისას კონკრეტულად, რომ აი რამდენიმე ადამიანი ურთიერთობს და სხვადასხვა მოდუსებში არიან, ვისაც უფრო ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ვინც უფრო დიდხანს გადაიყვანს ამ ენერგეტიკას, ენერგიას, თუ რის მიხედვით არის? არსებობს კვალიფიკაციის სხვადასხვა დონები. კვალიფიკაციას სანსკრიტზე ეძახიან ათქიკარი. ათქიკარი ეს არის აღმოჩენილი არის. არის კანიშთხა ათქიკარი, რომელსაც ყველაზე დაბალი კვალიფიკაცია აქვს. ნიშთხა ნიშნავს უხებს. კარი შეკითხვა რა. კანიშთხა ნიშნავს რა უხევი რის უხევი. ანუ წმენის მდგომარეობაზე ვაპარაკი. როცა ადამიანს წმენა ირყევა, ვითარცალებს რომ ქართაგან ძლიერთა. ხო? კი ახლა. აუბერებს საგანად არის და მოიხდება. აუბერებს საგანად დაიხება იქ. დღეს კრიშნა იდეა ყვალ. ზეინკალი
მე არ მინდა თქვა ქრისტიანები ქრისტიანი მაგასობა ჭეშმარიტი თუ ქრისტიანია ქრისტეს გარეშე, მაშინ ეს აფერი რა თუ ქრისტიანია ქრისტეს გარეშე, არც არ არის. გარკვეული სვენა. ხოჭე ნიფნიფანოს პროპაგანდა ნახნაროა, რა. თავიდან რო საწაშენე რა ფიჩიკა რა. ეს არის კანიშხა. რა უყევლის უკვე. უმაღლესი კვალიფიკაცია ყველაზე უმაღლესი კვალიფიკაცია ეს კულტურა. ამ კვალიფიკაციაში ადამიანის წვენანი აღარ აქვს. ეცოდნა. ანუ ის რისიც ხდებს ჯერად ის უკვე ხედავს. რეალურად. მისთვის წმენის თემა აღარ არსებობს. ანუ ნახავ ქრისტე პირადად. ამისთვის აღარ არის ცუდი ადამიანი, კაი ადამიანი. ყველაფერი ყველაფერშია. მე რა მოხდა ზოგი პამპერსებში შოლებს. ზოგი პროფესორია, მე რა ყველაფერს ნახე. ეს გაიზრდება პროფესორი გახდება. იმას უკეთია სათოლე რომელიც სიყვარულის დარგა. სიყვარულის ბუნებია ჩასული. ეს არის უტამა. ის არ არის რომ მოწვალი არ არის, მას არ შეუძლია ვინმე ყოდა არის, იმიტომ რომ იცის ეს ყველა რესია. არ შეუძლია აღსავი არსებობს, ყველა უყურს ყველა გიჟდება. და როგორც წესი კრიშნა დაბოს გულით. ეს გულშიც. რეალურად. ჩვენს გულში ხომ არის? არა აქვს. ხო? მის გულში უკვე ის პატარა ბიჭია, ძროხეს მომსხებს. ხوار გასაკეთე პარამატა როგორ არის ჩვენ გულში, ხო? მიეც ყველას. მაგრამ გამოწე, მაგრამ. იძა. ჩაიგეთ ავიღაცა შემოხდა. ჩვენ ყველა სულ პარაფუში პარამატა ყავს, გულში პარამატა ყავს. არ გზარულს, არ მიგდე პარამატა გულშია, წელი. როგორ არის, იქ როგორ თავს წდება? აი მუტამატიკარის გულში ის არის, ის წყალში. შუაში არის საშუალო კვალიფიკაცია, საშუალო ეს კი არა სამეცნიერო წელი. საშუალო კვალიფიკაციები გამოხდა. მათემატიკარი, საშუალო მათემატიკარი, რომლის წმენა არის ტკიცე აგურებით ნაშენი, მაშინ ერთი აგური გამოსულა მეორე 1000 არის არ გაიმგრევა. თლიანად ის მისი ხედვა არის წმინდა წერილების პრიზმით ახედავს ყველაფერს. ყველაფერს არის წმინდა წერილებთან დაკავშირებული. და აქვს საინტერესო უნარი, რომ ის ხედავს ხვის კვალიფიკაციას. კანიშარი კარი ვერ არჩევს ერთიანსგან, ვინ არის კანიშარი დადგება, ხა? დამკვირვებელია. სტერია. ხო. ო, სტერია და შეიძლება დაუჯდეს ვიღაცა წმინდა, სექტორის დარიგება დაუწყოს. აჰა. ის არაფერი შემიძლია მადლობ შენო, მადლობ. რა კარგია მომიტყარი. ეს არ გძელებს, თავი გავერიდო ზევით. ესა კანიშთხა. და აი მათემატიკას, კანიშთს არ შეუძლია სხვის კვალიფიკაცია დაიმოწმოს. ვერ შეიძლება არჩევს ეს აი მათემატიკა არჩევს ეს განვითარებას. ესე იგი პასუხი თქვენ შეკითხვაზე. როცა გარკვეული წლების მერე, სათხარის მერე, ადამიანის კვალიფიკაცია იცვლება. ის ნელ-ნელა ღებულობს ეს ბაჭს აფსებს, ნელ-ნელა ეს კანიშთა, ნელ-ნელა მიიწევს მაგიარმა საშუალო კვალიფიკაციისაკენ. და ესეთი ადამიანები უკვე გავლენას ახდენენ სხვაზე. ასეთ რეგულირებთან ურთიერთობისას თქვენ შეჭირებით. უნდა ეძებოთ წრე ასეთი ურთიერთობისა და შეიცვალოთ და შევიცვალოთ. უნდა ვეძებოთ და უნდა შევიცვალოთ. არის რა თქმა უნდა იმედური დაცვლება ყველა გზაზე, მაგრამ შესაძლებლობა იმ გზის ნაწილია იმედური დაცვლება. და სოციალურ ჩამოყალიბებას. აი ესე ხდება ეს. ესე ხდება გავლენა, ესე ხდება. გავლენა ხდება ისე რომ ერთი პიროვნების ენერგია ცვლის მეორე პიროვნების წმენის სახეს. და როდესაც წმინდანი ჩაგვივლის გვერდით. ნათქვამია რომ თუ წმინდანის ანსაცმელს შეეფო ქარი და მე ის ქარი ჩვენ შეგვეხო,
ჩვენი ცნობიერება იცვლება. იმ ისეთი ენერგია აქვს. აი ესეთნაირად წმინდა ამაღლებულ ვაიშნაებთან ურთიერთობა ცვლის ადამიანს, უნდა ისმენოთ მათლექციები, უნდა იკითხოთ მათ წიგნები და უნდა მიყვეთ მათ დარიგებას. არის კიდევ შეკითხვები? Please. ესე იგი, ფაქტის პრაქტიკა ამოგუნაში არის, რომ როდესაც ფაქტის აპრაქტიკებო ამოგუნაშიო ტკივილსირებო და როგორ უნდა მოახერხო, რომ ამ ამოგუნიდან ამოხვიდე და ისე აპრაქტიკო. მე წეგავ თქვი ამის შესახებ სამართლმორალო დარიგებისნა. მადლობა. მე თქვი ეს რაღაცა რომ თუ ადამიანის ცნობიერება ძირითადად ამაგუნით არის დაპყრობილი, ანუ ძირითადად ამაგუნით, ანუ ამაგუნა ყველაზე ბევრი რომ არის. ანუ თითქმის აღარ არის რაჯასი და საერთოდ არის სატვა. ასეთ მდგომარეობაში პრაქტიკა შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერაფერს ვერ დააპრაქტიკებს, მით უმეტეს ფაქტის. ერთადერთი რაც შეიძლება მას უშველოს, ეს არის ვაიშნავა სევა. თუ მან თავისი ნებით ამ შემთხვევით მან რაღაცა გაუკეთა ამაღლებულ ვაიშნავს. როგორ? რაღაცა გაუკეთა, რაღაცით გაახარა, რაღაცით გააკმაყოფილა. მაშინ მასზე გადმოდის წყალობა და მხოლოდ ეს წყალობა მისცემს მას საშუალებას, რომ ამოვიდეს ამ ორმოდან. ერთ-ერთ ცხოვრებაში ნარადა მუნის ძალიან ცუდი დაბადება ერგო. მას არ ყავდა მამა. ანუ მიტოვებული ყავდა მამას ოჯახი თუ გარდაცვალებოდა, დედა მარტოს დედა. ვედურ ეპოქაში უმამობა ეს წარმოუდგენელი რამე იყო. თუ ბავშვს მამა მოუკვდებოდა, მაშინ ის ბიძა იქნებოდა მისი მამა, ბაბუა. მაგრამ მარტო დედასთან ეს დიდი უბედურებაა. თანაც დედამისი იყო არც ისე ამაღლებული ცნობიერების პიროვნება, ის სასტუმროში, დუქანში, სასტუმროში, ტრაქტირში, აი იაფასიან სასტუმროში იყო მოსამსახურე.
მაგრამ ერთხელ ამ სასტუმროში წვიმების სეზონის დროს მოვიდა 4 სათქო. მე აღმოჩნდა თურმე 4 სათქო უბრალოდ ეროვნული კი არ იყო ეს 4 კუმარი იყო. ეხლა შეიძლება ფილმი იყოს სათქო. უბრალოდ ჩვენ განეშთხადი კარი ვარ და ვერ ვარჩევთ. ამიტომ ჩვენ ყველა თაბანი უნდა ვცეთ. ეს 4 სათქო მხოლოდ კრიშნაზე საუბრობდნენ. და თავიანთი საჭმლის ნარჩენებს უფლებას აძლევდნენ, რომ ბავშვს გაესინჯა. ბავშვს ეჭამა, მაშინ ყველა შიოდა. და საჭმელს რო დარჩებოდა, ნარჩენებს ის კი არ რომ თეფსენა, აი რაღაც ჯამში დარჩებოდა და ეს შენ მიიწვი. ამ სათქოების მომსახურება მაშინ პრაქტიკულად ყველა სამსახურებო ოფიციანტი იყო, ყველა სამიხოლე საერთოდ მარტო სამსახურთან კი არა, ვინც იყო სასტუმროში, ყველა სამსახურებოდა, მაგრამ ამ სათქოების მომსახურება და მათი მახაპრასადის მიღება ის კლიენტად შეცვალა. ნატალის ბილეთი მოიგო. ნატალის ბილეთი მოიგო. ხო. ამას ისიც დაემატა, რომ დედამის გველმა უკლინა ძროხის მოსაწყვეტად შევიდა ბოსერში. და საერთოდ მარტო დარჩა. 5 წლის ბიჭი. მაგრამ მას ეს წყალობა, ამ მიღებული წყალობის შედეგად მისი ცნობიერება მთლიანად შეიცვალა. და ერთხელ, როდესაც ტყეში დაჯდა ხის ქვეშ დილით და დაიწყო კრიშნაზე ფიქრი, სწორედ ისე, როგორც ეს ასწავლეს აი 4 სათქომ. მას გამოეცხადა ნარაენა. და უთხრა, რომ ამ ცხოვრებაში მე შენ ვეღარ ვნახავ. იმიტომ რომ შენ ძალიან ძლიერი ნაკლოვანება გაქვს. შენ სათმა გუნით ხარ დაბმული. სათმა გუნით. აი რასაც ვიყვებოდით ახლა. ცოდნითა და ბედნიერებით რომ აბამის. შენ ძალიან მიჯაჭვური ხარ ასკეტურ ცხოვრებაზე, ტყეზე და სათმა გუნაზე საერთოდ. სინამდვილეში შენ ჩემზე უნდა იყო მოჯაჭვური.
ნარაიანას არ უთქვია, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ შენ შეიძლება იმუშაო სადღაც Wall-Street-ზე ოფისში. ან შეიძლება იყო დამლაგებელი აბჭალაში. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენ ჩემზე უნდა იყო მოჯაჭვური. ამიტომ ამ ცხოვრებაში მეტად ვეღარ ვნახავ, მაგრამ შენ ჩემთან მოხვალ შემდეგ ცხოვრებაში. და დადგა დრო, როდესაც ნარადამ დატოვა სხეული. ეს მოხდა როგორც გაიგება. აი როგორც ელვა უცებდა და ნარადა იმ წამსვე დაიბადა ხალხში. აი ასეთ რაღაცას იძლევა ვაიშნავა სევა და წმინდანის ვაიშნავა კრიპა წმინდანის წყალობა. თქვენ შეიძლება აგეძრათ შეკითხვა, რომ სად ვიშოვოთ ახლა ეგეთი ვაიშნავები? როგორ ვიპოვოთ 4 კუმარი ან ბრაჰმა მიხას? თუ თქვენ გაქვთ სურვილი ესეთი ვაიშნავი მოდის. იცით რა, ბოდიში მე შემეშალა. სურვილი ასეთ ამაგონის მომრევაში სურვილი არ აქვს. ესეთი ვაიშნავი თვითონ ეძებს. ესეთ ვაიშნავებს ადარებენ პიროვნებებს, რომელიც მიტოვებულ ჭებს ეძებიან. მიტოვებული ჭა. ჩვეულებრივ ჭაში როცა ჩავარდება ადამიანი შეიძლება მოვიდეს მეზობლები და დაინახო გამოიყენა. მაგრამ მიტოვებულ ჭაში რო ჩავარდება ადამიანი განწირულია. ხოლო ის ვინც ჩამოდის და ეძებს ამ მიტოვებულ ჭაში დადის, ისინი მათ შეუძლიათ უშვილო. Hare Krishna. Amit samothavrot ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ 10 თვით. და შეიძლება გამოვიწვიოთ გათაფაოსის სხვა. დიდი მადლობა, Hare Krishna. ვისი რისპა გამოვიწერეთ? ვერტების. ჩვენი პრეზიდენტის გათაფაოსი. დროს რო გადავაჭარბეთ, გრაფიკიდან ამოვარდით. დეფიციტი არ გვაქვს. Hare Krishna, დიდი მადლობა. Srimad Bhagavad Gita ki jai. Srila Prabhupada ki jai. Sri Sri Nitai Godrum Chandra ki jai. Yes.